სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც მნიშვნელოვანი ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იქ არსებულ ვითარებას ეთმობა. Როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, 2023 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დააკავეს 26 პირი. ოკუპირებული გალის დროებითი მოთავსების იზოლატორში მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო ქალაქ სოხუმში გარდაიცვალა ერთი მოქალაქე თემურ კარბაია. როგორც საანგარიშო დოკუმენტშია ნათქვამი, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში დაღუპული ირაკლი კვარაცხელიასა და დავით ბაშარაულის, ასევე საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას საქმეების მიმართ ადგილზე სამართლის აღსრულება კვლავ შეუძლებელი გახლდათ. არსებული მოცემულობა კი ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს. სუსის განმარტებით, საოკუპაციო ხაზსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირებულ ინციდენტზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად სარგებლობდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი ცხელი ხაზით. აფხაზეთთან მიმართებაში ცხელი ხაზი 2023 წლის მანძილზე 374 ჯერ იყო გამოყენებული. როგორც ირკვევა, 2023 წელს აფხაზეთის მიმართულებით უკანონო ბორდერიზაციის 3 შემთხვევა დაფიქსირდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანექსიისაკენ კიდევ ერთ მიმართულ ნაბიჯად აფასებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გალისა და ახალგორის რაიონებში რუსული უნივერსიტეტების მიერ საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. ანგარიშის თანახმად 2023 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ისტორიული საზოგადოების ეგრეთ წოდებული განყოფილება გაიხსნა, რომლის თავმჯდომარე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელია.